$1957 წელს კრიკმა გამოთქვა ვარაუდი, რომ დნმ-ის მოლეკულის ქიმიური ელემენტები, ანუ ბაზები, ფუნქციონირებდნენ ანბანის ან ციფრული კოდის სიმბოლოების მსგავსად. ანიმაციაში ნახავთ, თუ როგორ წარმართავს აღნიშნული ციფრული ინფორმაცია ცილების შექმნის პროცესს. მოზრდილი ცილოვანი სტრუქტურა სახელად პოლიმერაზი აცალკევებს დნმ-ის კრეხილებს მასზე დაცული ინფორმაციის ასლის გადასაღებად. ასლის გადაღების, ანუ ტრანსკრიფციის პროცესში პოლიმერაზი წარმოქმნის ერთგრეხილოვანი ფორმის მოლეკულას, რომელსაც ეწოდება მესენჯერ RNA. როგორც ხედავთ, მიმდინარეობს მისი ცალკეული ბაზების პოზიციონირება და დამატება მზარდ ჯაჭვზე. ამჯერად პოლიმერას ვაკვირდებით გარედან, თუ როგორ ახდენს იგი დნმ-ის ინფორმაციის მატარებელი ასლის, ანუ მესენჯერ RNA-ის გარეთ გადყორწნას. შემდეგ მესენჯერ RNA შედის მოლეკულურ დანადგარში, რომელსაც ეწოდება ბირთვული ფორების კომპლექსი. იგი წარმოადგენს ინფორმაციის ამომცნოფ აპარატს და აკონტროლებს უჯრედის ბირთვში შესული და გასული ინფორმაციის ნაკადს. ეხლა ვხედავთ, თუ როგორ შედის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი მესენჯერ RNA ორი ნაწილისგან შემდგარ ქიმიურ ქარხანაში, რომელსაც რიბოსომა ეწოდება. რიბოსომა წარმოადგენს ცილების სინთეზირების ადგილს. აქ იწყება ინფორმაციის ტრანსლაცია, ანუ გადაცემა გაშიფრვა. ინფორმაციის ასეთი ტრანსლაციის დროს მექანიკური კონვეიერული ხაზის მეშვეობით იგება ამინომჟავების სპეციფიკური თანმიმდევრობით განლაგებული ჯაჭვი, მესენჯერ RNA-ში დაცული ინსტრუქციის შესაბამისად. აღნიშნული ამინომჟავების ტრანსპორტირებას უჯრედის სხვადასხვა ადგილებიდან რიბოსომისკენ ასრულებენ მოლეკულები, რომლებსაც ეწოდებათ გადამყვანი RNA-ები. ამინომჟავების სპეციფიკური განლაგება განაპირობებს წარმოქმნილი ცილის ამა თუ იმ ტიპს. აგებული ამინომჟავების ჯაჭვი შემდეგ გადადის კასრის ფორმის მქონე მოწყობილობაში, რომელიც უზრუნველყოფს მისი განსაზღვრული ფორმის მიხედვით დაკეცვა-დაგრეხვას. უჯრედში შესასრულებელი კონკრეტული ფუნქციის გათვალისწინებით. ჯაჭვის ცილად დაგრეხვის შემდეგ იგი გადაიტანება უჯრედის იმ უბანზე და იმ ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც შეიქმნა.